ვისაუბრებთ პანიკური შეტევების შესახებ ორგანიზმის ცრუ განგაში, ცრუ საფრთხის შეგრძნება, მაგრამ ვისაც ემართება, ის გეტყვის, რომ რა ცრუ საფრთხე მაქვს განცდა, რომ მკვდები. ვინაიდან ასეთი შესაშინებელია ეს ამბავი თვითონ და ვისაც ემართება მისთვის ძალიან ძნელი გადასატანია, ამ ყველაფერს ავხდით ფარდას, ვისაუბრებთ როგორ ამოვიცნოთ პანიკური შეტევა, რა უნდა მოვიმოქმედოთ მაშინვე, როგორ უნდა გავარჩიოთ, რომ ეს მართლა პანიკური შეტევაა და არა სხვა უფრო სერიოზული მდგომარეობა, როგორ ვუმკურნალოთ და როგორ აღარ დაგვემართოს. იმისთვის, რომ ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას, როგორია პანიკური შეტევა, მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად აი 50 წლის ქალბატონი, რომელსაც უბრალოდ ძინავს მშვიდად და უცებ აღვიძებს საკუთარი გულისცემის შეგრძნება, გული უცემს ძალიან ჩქარა, გაიზომავს პულს და აქვს 180, ან მიფრინავს გული მოკლედ, აქვს საშინელი შიშის შეგრძნება, განწირულობის, უიმედობის შეგრძნება, აქვს გულის მიდამოში ტკივილი, თითქოს ხელებიც ეკრუნჩხვება, ან რაღაც ესეთი შეგრძნება, ხელებში დაძაბულობის, დაჭიმულობის შეგრძნება და ფიქრობს, რომ ეს გულია, გულმა დამარტყა, ანუ კვდები. აი ესეთი ფიქრები აქვს ამ დროს ადამიანმა. და მართალია, ორგანიზმი შიშის რეჟიმშია, მაგრამ ეს სიმპტომები ზუსტად ამ შიშით არის გამოწვეული, შიშის და ადრენალინით, რაც ტვინი გამოყოფს და ტვინში ხდება ეს ყველაფერი შიშის ცენტრის აქტივაცია. ეხლა რა ხდება? უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, უცებ რატომ შეიძლება მოხდეს. პირველი არის მიზეზები და პირველი არის გენეტიკა. გენეტიკა ნიშნავს ამ შემთხვევაში, რომ მშობელს თუ აქვს პანიკური შეტევები, შვილსაც პირველად მაღალი რისკი აქვს რომ ექნება. მაგრამ გენეტიკით ახსნა არასაკმარისია. ანუ გენეტიკურად რატომ მოვიდა, თქვათ, ან სხვა მიზეზები თუ არსებობს კიდე რაღაცები. ბევრი კომპლექსური მიზეზები არსებობს, მაგრამ აი ერთ-ერთ მარტივ გაგებას გეტყვით, რითიც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დაახლოებით რა ხდება. ჩვენ ორგანიზმში გვაქვს ნახშირორჟანგის სენსორი. C2 სენსორი მოკლედ, რომელიც გრძნობს ჩვენ ორგანიზმში ნახშირორჟანგი აიწევს თუ დაიწევს. თუ ნახშირორჟანგი მეტია, ეს ნიშნავს, რომ ჟანგბადი ნაკლებია. და უფრო მეტად უნდა ისუნთქოს ადამიანმა ნახშირორჟანგი გამოვიდეს, მეტი ჟანგბადი შევიდეს. ძალიან მარტივადაა საქმე, თუ ჟანგბადი მეტია და ნახშირორჟანგი ნაკლებია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა და მოკლედ ნორმაშია. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს სენსორი ცდება. ანუ ხდება ოდნავ უფრო მგრძნობიარე, ვიდრე უნდა იყოს. და ნახშირორჟანგი ისე არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი სენსორი აღიქვას, რომ ჩვენ სისხლში მოიმატა ნახშირორჟანგმა. და რომ მოიმატა ნახშირორჟანგმა, აჩქარებს სუნთქვას. და სუნთქვას რო აჩქარებს, იმატებს ჟანგბადი. ჟანგბადი რომ სისხლში იმატებს, ჩვენი ტვინი ამას აღიქვავს მეტ ჟანგბადს და სისხლძარღვები ვიწროვდება. სისხლძარღვები რო ვიწროვდება, ეს ტვინში იწვევს თავბრუსხვევის შეგრძნებას, დაჭიმულობას მერე მკერდში, სხეულში თითქოს სიცხე ვრცელდება და ორგანიზმში იქმნება განგაშის გრძნობა. ანუ ჯერ განგაშის გრძნობა თავიდან შეიქმნა იმითი, რომ ნახშირორჟანგი დაქვეითებული იყო და შეეშინდა ორგანიზმს, რომ ვიხრჩობი და ეს დახრჩობის შეგრძნება განვითარდა. და მერე იმითი უკვე, რომ ბევრი ჟანგბადი იყო და სისხლძარღვები თავის ტვინში შევიწროვდა, მაგან კიდევ უფრო გააძლიერა მდგომარეობა. და რას ვხედავთ? ადამიანი გეუბნება, რომ აი ვიხრჩობი, ჰაერი არ მყოფნის, რატომ? იმიტომ რომ იმას ჰქონდა შეგრძნება, რომ მეტი ჟანგბადი მინდა, გული აჩქარებულია, იმიტომ რომ სტრეს რეაქცია, შიშის რეაქცია განვითარდა თავის ტვინში და ადრენალინი გამოიყო და ეს გულს აჩქარებს ძალიან, გული აჩქარებულია, გული უცემს ძალიან ადამიანს, კუნთებში მიდის სისხლი, კუნთებში მიდის ენერგია. დაახლოებით ისეთი გრძნობაა, როგორც ჩვენი წინაპრები, რომ დაინახავდნენ რამე მტაცებელს. მოემზადებოდა ორგანიზმი შესაბრძოლებლად. შიში შეიპყრობს, რა თქმა უნდა, ამ დროს ორგანიზმს, მაგრამ თან მოემზადება ბრძოლისთვის. და აქ ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ საკუთარ თავში ხდება, ანუ მგელს კი არ ხედავ, ან ვეფხს კი არ ხედავ და კი არ გეშინია. არამედ საკუთარ თავშივე გეშინია არარსებული შიშის გამო. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენი ტვინი ცდება და გული ჩქარდება და აქვს ადამიანს მოხრჩობის შეგრძნება, რომ მეტი ჰაერი მინდა, ჰაერი არ მყოფნის, მეტი მინდა, გული აჩქარებულია, მერე
კუნთების დაძაბულობის შეგრძნება აქვს ადამიანს, იმიტომ რომ კუნთების სინამდვილეში ემზადება ბრძოლისთვის, ან გაქცევისთვის, იმიტომ რომ ეს ევოლუციურად ესე ვიყავით, რომ საფრთხეს დავინახავთ და გავქცეულიყავით, და შებრძოლებულიყავით. ამას ორივე სჭირდება გულისცემის აჩქარება, კუნთების დაჭიმულობა, რომ კუნთს ემუქმედა და ამას ვხედავთ ჩვენ ყველაფერს, ჩვენი ბიოლოგია მუშაობს კარგად, მაგრამ მიზეზი არ არის სწორად შერჩეული, შიშის საფუძველი არ არის სწორად შერჩეული. და მე ეს სისხლძარღვები მეტი ჟანგბადი და სისხლძარღვების შევიწროება იწვევს თაბრუცხვას, ადამიანს თაბრუც მეხვა, ცუდად ხვდები, განწირულობის შეგრძნება და ადამიანი არის ცუდად. მაგრამ საბედნიეროდ ეს ყველაფერი გაივლის. ამ ამბავში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე არის ამიგდალა, ჩვენი შიშის ცენტრი, რომელიც რთავს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც გამოყოფს ადრენალინს, გული კიდევ უფრო ჩქარდება, კუნთები იჭიმება და ყურადღება მთლიანად სხეულზე გადადის და ასე ერთვება მანკიერ წრეში ორგანიზმი, გული რო ჩქარდება, ადამიანს უფრო ეშინია, გული უფრო ჩქარდება და ეს ტრიალებს მერე წრეზე. რა თქმა უნდა, მე რაღაც დროის მერე ეს ადრენალინი თავდება, ესე უსასრულოდ არ ხდება მისი გამოყოფა და ნელ-ნელა ჩამოდის ქვევით პანიკური შეტევაც სრულდება. პანიკური შეტევის დროს ადამიანებს ეშინიათ ხოლმე, რომ არ წამივიდეს გული. უმეტესად პანიკური შეტევის დროს გული არ მიზიდით ადამიანებს, იმიტომ რომ პირიქით, გული აჩქარებულია, წნევა მომატებულია და არა დაქვეითებული მაგ დროს და შესაბამისად პანიკური შეტევების დროს არ მიზიდით უმეტესად გული. და კიდევ არის აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ამ შეტევის მერე ყალიბდება შიში, შეტევის მერეც და დროსაც. ყალიბდება შიში და ეს შიში კიდევ უფრო აძლიერებს პანიკურ შეტევას. და შიში, მოსალოდნელი პანიკური შეტევის შიში ქმნის მერე შფოთვას და ადამიანი შეიძლება არ გავიდეს სახლიდან, ეშინოდეს ურთიერთობებს, ეშინოდეს რამის გაკეთების, იმიტომ რომ ეშინია, რომ რამე არ დამემართოს, თუ გავალ და ისევ პანიკური შეტევა არ დამემართოს. ეს პანიკური შეტევა უბრალოდ თავისით კი არ ჩაივლის, არამედ ტოვებს შიშს და ეს შიში ადამიანზე მოქმედებს. აქ არის ხოლმე მთავარი მითი, რომ პანიკური შეტევა უბრალოდ ზედმეტი ნერვიულობა, ძალიან გამარტივებაა საკითხის ეს, რადგან პანიკური შეტევის დროს სხეულში ნამდვილად მიმდინარეობს სტრეს რეაქცია, გულისცემა ნამდვილად ჩქარდება, სუნთქვა ნამდვილად იცვლება, კუნთები ნამდვილად იჭიმება, ადამიანი ნამდვილად შეიძლება გრძნობდეს თაბრუცხვებას, დაბუჟებას და მკერდის ტკივილს. ეს სიმპტომები არარეალური არ არის, პანიკა არც ისტერიკა და არც სუსტი ხასიათის ნიშანი, ეს არის გადარჩენის სისტემის გააქტიურება არასაჭირო დროს და მეტი არაფერი რეალურად, როცა რეალური საფრთხე იმ მომენტში არ არსებობდა. და უფრო ორგანიზებულად რომ ვთქვათ, პანიკური შეტევას რა ახასიათებს, კონკრეტულად რა ახასიათებს, ეს არის შიშის ან დისკომფორტის ტალღა, რომელიც უცებ ვითარდება და რამდენიმე წუთში პიკს აღწევს და ახასიათებს, 13 ძირითადი სიმპტომი ახასიათებს, მაგრამ იქიდან 4-იც რომ იყოს წარმოდგენილი, ნიშნავს, რომ პანიკური შეტევაა. გულის აჩქარება, ოფლიანობა, კანკალი, ქოშინი, მოხრჩობის შეგრძნება, გულმკერდის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, სიცივე ან პირიქით სიმხურვალის შეგრძნება, დაბუჟება ან ჩხლეტა, დერეალიზაცია ან დეპერსონალიზაცია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს გრძნობა, რომ ეს ყველაფერი რეალური არ არის, თავის გარედან უყურებს ამ მოვლენებს და რაღაც იქ ხდება. კონტროლის დაკარგვის შიში ან სიკვდილის შიში. აქედან თუ 4 წარმოდგენილია, ეს პანიკური შეტევაა. და პანიკური შეტევა არ ნიშნავს პანიკურ აშლილობას, პანიკური აშლილობა არის, როდესაც განმეორებითია ეს ყველაფერი და მოულოდნელად ხდება და ადამიანს მინიმუმ 1 თვის განმავლობაში აქვს შემდეგი შეტევის მუდმივი შიში, შეტევის შესაძლო შედეგებზე ფიქრი მუდმივად და ცხოვრების მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ეს არის პანიკური აშლილობა, შედეგები თუ გამოიღო, მოკლედ, ამან ეგ არის პანიკური აშლილობა. თუ უბრალოდ ჩაიარა ეხა ერთმა შიშის ეპიზოდმა, ეგ არ მიიჩნევა. მაგალითად, ადამიანი აღარ მართავს მანქანას, აღარ შედის მეტროში, აღარ რჩება მარტო, ან აღარ გადის სახლიდან საერთოდ. თუ კი მის ცხოვრებაზე იმოქმედა,
მერე უკვე ამას ეძახიან პანიკურ აშლილობას. აქ არის კიდე ერთი ნიუანსი, რომ ადამიანს აქვს დერეალიზაცია. ამ დროს ანუ ეჩვენება, რომ გარემო რეალური არაა თითქოს და თითქოს ყველაფერი სიზმარში ხდება. ზოგჯერ ესე ხდება ხოლმე. და ეს არნიშნავს ფსიქოს. დერეალიზაცია შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა სტრესმა და არა ფსიქოსმა. ანუ რეალობასთან კავშირს კი არ კარგავს ადამიანი იმ შემთხვევაში, უბრალოდ ეს სტრეს რეაქციის ნაწილია ამ შემთხვევაში. რო ჩაივლის ეს ყველაფერი, მერე ადამიანს ემართება დაღლილობა, ძილიანობა, სისუსტე და უნდა დასვენება, იმიტომ რომ დაახლოებით ძალიან ძლიერი სტრესის მერე რაც ემართება ადამიანს ეგ არის ზუსტად. რამდენად ხშირია ახლა ეს ყველაფერი? საკმაოდ ხშირია ცხოვრებაში ერთხელ ყოველ მეხუთე ადამიანს გამოუცდია. ყველას რა თქმა უნდა, ვისაც პანიკური შეტევა ქონია, პანიკური აშლილობა არ ემართება. ქალებში ორჯერ უფრო ხშირია, გენეტიკურ წინასწარ განწყობას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ დროს. და თუ ვიტყვით ყველაზე გავრცელებული სცენარები სად ემართებათ ადამიანს პანიკური შეტევა, ყველაზე ხშირი არის ხოლმე მოულოდნელი შეტევა სახლში. ეს შეიძლება უყურებდეს ტელევიზორს ან დასაძინებლად ემზადებოს და შეტევას აშკარა მიზეზი როცა არ აქვს. მეორე შეიძლება იყოს ტრანსპორტში და ან სავაჭრო ცენტრებში, ხშირად ხდება ხოლმე ცუდად გავხდი, აქედან ვერ გავალ ეს შეგრძნება. მესამე არის მანქანის მართვისას, საცობში მაგალითად შეიძლება აი კონტროლის დაკარგვის შიში, ავარია არ მომივიდეს და ეს ფიქრები კიდე აძლიერებს. და მეოთხე არის ღამის პანიკა, ზოგჯერ ადამიანს ღამე ემართება ეს, ღამე უძლიერდება და აღწერენ ხოლმე როგორც რაღაც ღამის შეტევას და ეს ღამის შეტევა ძალიან ბევრ ადამიანს ქონია ცხოვრების განმავლობაში. ეს შიშის შეგნება შიშის ეპიზოდი ეს შეიძლება ბევრად უფრო სუსტი იყოს, მაგრამ დაგამახსოვრდეს, რომ იცი ღამე რაღაცა გული ამიჩქარდა და შემეშინდა და ეს ეპიზოდი მქონდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა, რომ პანიკური აშლილობა დაგემართა, თუ ეს ქონდა. ზოგჯერ ხდება ძლიერ დაღლილობაზე, ზოგჯერ ხდება თავისით, მაგრამ მაინც ადამიანებს გვემართება. მიზეზები ახლა, მიზეზი გენეტიკა თქვით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე არის, რომ ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანები, ნახშირორჟანგის და სუნთქვის ცვლილებების ზედმეტი მგრძნობიარობა და სხეულის შეგრძნებების ძლიერი აღქმა. ანუ ზოგი ადამიანი საკუთარ სხეულს სულ აკვირდება ყველაფერს, ყველა დეტალს და საკუთარი სხეულის ძალიან ძლიერი აღქმა აქვს და ასეთ ადამიანებში უფრო ხშირია. გარემო რა თქმა უნდა თამაშობს როლს, ქრონიკული სტრესი, ბავშვობის ტრავმა მაგალითად, როცა ორგანიზმი ეჩვევა, რომ სამყარო საშიშია. მძიმე დაავადება თუ აქვს, შეიძლება სამსახურში ან ოჯახური კრიზისი, ან მშობიარობა, ან ხანგრძლივი უძილობა, კოფეინი, ნიკოტინი, სხვა წამლები, ანემია, არითმია, ასთმა, შეიძლება ამებმა გააძლიერონ და უფრო გააქტიურონ ეს პანიკური შეტევები. კიდე თუ აი მაგალითად როცა ნაჭამი არ არის ადამიანი ჰიპოგლიკემიის დროს ნაკლები და გრძნობს სტრესაც გრძნობს, რომ არ უჭამია და გლუკოზის მცირე ვარიაციასაც სტრესაც გრძნობს. ეხლა როგორ არ უნდა აგვერიოს გულის შეტევა? ყველაზე მეტად გავს გულის შეტევა, პანიკური შეტევა და მეტიც გულის გამო ვინც მიდის ადამიანის საავადმყოფოში, ყოველ მეხუთე სინამდვილეში პანიკური შეტევა აქვს. როგორ გავარჩიოთ? ინფარქტის დროს თუ გულის შეტევა, ანუ ინფარქტი, ტკივილი გულმკერდის მიდამოში არის წამყვანი და არის მოჭერითი, დაწოლით, ხანგრძლივი და ძირითადად დატვირთვის შემდეგ ვითარდება, ანუ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ვითარდება. ამბობს ადამიანი კიბებზე ავედი და დამემართა, ან რაღაცა ცოტა ვიარე ზედმეტად დამემართა. და პანიკურ შეტევას როგორც წესი ეს არ ახასიათებს, ანუ ფიზიკურ დატვირთვაზე როგორც წესი არ ვითარდება. ასევე ეს გულმკერდში ძლიერი ზეწოლის შეგრძნება, რაც გულის შეტევას ახასიათებს, არის ძალიან ძლიერი, ძალიან სახასიათო და ძალიან განსხვავებული. და ტკივილი ვრცელდება ყბაში, ზურგში ან მხარში. შეიძლება მარცხენა ხელშიც და შეიძლება მარჯვენა ხელშიც გავრცელდეს, ანუ ორივე შესაძლებელია. პანიკის დროსაც გულმკერდის მიდამოში ტკივილი შეიძლება იყოს, მაგრამ არის უფრო ჩხვლეტითი, უფრო მოძრავი, ანუ ხან აქ, ხან იქ, ამ პირიქით ლოკალიზებული და შეიძლება თქვას, რომ აი აქ მტკივა ერთი ადგილი დაიდოს თითი. ან თუ ერთ ადგილზე თითს დაიდეს, ეს უფრო პანიკური შეტევაა, ვიდრე ინფარქტი. ახლა, როდის არის ყურადღება საჭირო? თუ ადამიანს პირველი მძიმე ეპიზოდი ემართება. ტკივილი ხანგრძლივია ან უჩვეულოა. თუ ადამიანი კარგავს გონებას, თუ პულსი ძალიან სწრაფია და არარეგულარულია. თუ სიმპტომები დაიწყო დატვირთვის დროს. თუ ადამიანს აქვს ცალმხრივი სისუსტე.
ან მეტყველების უნარი დაკარგა. ან ჟანგბადის დონე დაბალია, ან ადამიანს აქვს სისხლიანი ხველა, ან ერთი ფეხის შეშუპება, ან რაიმე ნარკოტიკული ნივთიერებები გამოიყენა. ანუ თუ კი ესეთი რაღაცაებია, რაც ზემოთ ჩამოთვალე, მაშინ აქ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ეს უბრალოდ პანიკური შეტევა, არა. ეს შეიძლება უფრო სერიოზული რამე იყოს. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? პირველი, უნდა დაძე მშვიდად, თუ მართა მანქანას უნდა გააჩერო. თუ პირველი ეპიზოდია, ჯობია რომ გამოკვლევები გაიკეთო, გული ნახო რა მდგომარეობაშია და რამე არ გამოგეპაროს. მაგრამ თუ განმეორებითია, მაშინ უნდა დაარქვა სახელი, რომ ეს არის ჩემი განგაშის სისტემა გააქტიურდა. შეგრძნებები ძლიერია, მაგრამ ისინი პიკს მიაღწევს და გაივლის და შემდეგ შემცირდება. მეორე არის, რომ უნდა ისუნთქო ნელა და მსუბუქად. 4 წამი ჩასუნთქვა, 6 წამი ამოსუნთქვა, ან 5-დან 10 წამამდე. ანუ ნელა უნდა ისუნთქო, მნიშვნელოვანია რომ ჩქარა არის უნთქო ამ დროს და გახანგრძლივებული ამოსუნთქვა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ სწრაფი სუნთქვის პრობლემას და საერთო აგზნებას ამცირებს. შემდეგი რაც უნდა გააკეთო არის დამიწების ტექნიკა. დამიწების ტექნიკას ეძახიან ამას, რომ უნდა დაასახელო 5 რამ, რასაც ხედავ, 4 რამ, რასაც ეხები, 3 ხმა, რომელიც გესმის, 2 სუნი, რომელიც შეგრძნებას შეგიძლია და 1 გემო. ეს დამიწების ტექნიკა იმისთვისაა, რომ ტვინი დააბრუნოს რაციონალურ აზროვნებაში და აი ის შიშის წრეში როა გახოვული იქიდან გამოიყვანოს. რაც შეეხება პრეპარატებიდან ინიშნება ხოლმე ძირითადად ანტიდეპრესანტები შველის, ოღონდ გრძელვადაში, ანუ იმ წამს არა, იმ წამს აზრი არა აქვს. მაგალითად სეროტონის უკუნიტაცების ინჰიბიტორები, სელექტიური ინჰიბიტორები, სერტრაინი, მაგალითად ფლუოქსეტინი, შესაძლებელია სეროტონინ ნორადრენალინის უკუნიტაცების ინჰიბიტორები, მაგალითად ვენლაფექსინი. ესენი არის ეფექტური, ოღონდ ეფექტი ვითარდება რამდენიმე კვირაში და თანდათან და მკურნალობა იწყება ხოლმე დაბალი დოზით და მერე შესაძლებელია გაზრდა დოზის. ბენზოდიაზეპინები ასევე მიიღება ხოლმე, ოღონდ ბენზოდიაზეპინი იმ მომენტში შველის, ანუ ეგ მომენტალური მოქმედებისაა მალევე შველის, მაგრამ მის ხანგრძლივად მიღება არ შეიძლება. რადგან ისინი იწვევენ ხოლმე ძილიანობას, დამოკიდებულებას, ტოლერანტობას, მეხსიერების დარღვევებს და მოხსნის შემდეგ რო შეწყვეტავ ფოთვას აძლიერებენ. ამიტომ ბენზოდიაზეპინს თუ მიიღებს ადამიანი, უნდა მიიღოს მხოლოდ მომენტალურად იმ მომენტში რომ მოიხსნას საფრთხე. ხო, საკვები დანამატები რო ვთქვათ, რაიმე ისეთი, ინოზიტოლს აქვს რაღაც კვლევები, რომ ეხმარება ფოთვის დროს, შესაძლებელია ცოტათი მაგნიუმიც ეხმარებოდეს, ან ზოგადად მდგომარეობა შეიძლება უფრო გააუმჯობესოს ამ საკვებმა დანამატებმა, თუმცა ანუ პირდაპირ რომ პანიკურ შეტევებს მკურნალობდეს, ეგეთი საკვები დანამატები არ გვაქვს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.